რას მალავს ვალდშტეინის წყევლა? ეს პრაღაა, ვალდშტეინის ბაღი. ტურისტების უმეტესობა აქ ფოტოებს იღებს და მიდის. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ეს ადგილი შურისძიებაზე, ალქიმიასა და ოკულტიზმზეა აგებული. ალბრეხტ ფონ ვალდენშტაინი იმდენად ძლიერი იყო, რომ იმპერატორსაც კი აშინებდა და სწორედ ამიტომ იგი მოღალატეობრივად მოკლეს. პრაღის ყველაზე საშინელი კედელი. ეს არ არის ჩვეულებრივი დეკორაცია, ეს ვალდშტეინის წვეთოვანი კედელია. ვალდშტეინს სჯეროდა, რომ ეს კედელი იყო პორტალი ქვესკნელში. აქ ხელოვნური სტალაქტიტების მიღმა დამალულია საიდუმლო მღვიმეები და გროტები. ამბობენ, რომ ალქიმიკოსები აქ სპეციალურ რიტუალებს ატარებდნენ, რათა ქვებისგან ოქრო მიეღოთ, ხოლო კედლის უსწორმასწორო ზედაპირი ენერგიას იწვევდა. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ კედლის ზოგიერთი ნაწილი ისეა გამოძერწილი, რომ ნებისმიერი კუთხიდან გიყურებთ. თითქოს კედელს თვალები აქვს და თქვენს ყოველ ნაბიჯს აკონტროლებს. გაბედავდით აქ ღამით მარტო დარჩენას? ფაქტი, რომელიც ბევრმა არ იცის. 1648 წელს, როცა შვედეთმა პრაღა აიღო, მათ მთელი ბაღი გაძარცვეს. ორიგინალი ქანდაკებები, რომლებიც მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლებოდა, გემებით შვედეთში წაიღეს. ნამდვილი ვალდშტეინის სული ახლად სტოკჰოლმში, დროტნინგჰოლმის სასახლეში ტყვედ რჩება. როდესაც ამ ბაღში მოხვდებით, არ გამოგრჩეთ თეთრი ფარშევანგები. ისინი აქ შემთხვევით არ არიან. ლეგენდის მიხედვით, ეს ფრინველები იმ დიდ გვაროვნების რეინკარნაციაა, რომლებმაც ვალდშტეინს უღალატეს და ახლა იძულებულები არიან სამუდამოდ მის ბაღს udaraჯონ. ვალდშტეინის ბაღი გვიან გაზაფხულზე იხსნება და შემოდგომამდე არის მნახველებისთვის ღია. დღეს სასახლეში განთავსებულია ჩეხეთის სენატი. პრაღა არ არის მხოლოდ ლამაზი შენობები, ის საიდუმლოებების ქალაქია. გინდა გაიგო მეტი ასეთი ადგილების შესახებ, მაშინ გამოიწერეთ ჩემი გვერდი, რომ არ გამოგრჩეს მეტი საინტერესო ვიდეო და გამომყევი.